მოგესალმებით, დიდება მამასა ძესა და წმინდასა სულს ამინ. დიდება შენ ჩემო უფალო იესო ქრისტეო, მადლობა ყოველი დღისთვის, ყველაფრისთვის და ყველა ადამიანისთვის. გავნაგრძავ მოკლე ვიდეოებს, როგორც ყოველთვის და მე მინდა რომ დღევანდელი ჩემი თემა უფალი იესო ქრისტეს სახელით ჩაიწეროს და მოგიყვეთ ჩემი ის მოკლე და პატარ-პატარა ამბები, რაც მოხდა ამ 2 წლის მანძილზე. ეს თითქოს და შეფასებასავით იქნება ჩემი მხრიდან, რომ შევაფასო თუ რა შეიცვალა უფალი იესო ქრისტეს გამოცხადების დროს. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, რომ იტყვიან აღდგომა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ანუ მოვკვდი და გავცოცხლდი, რადგან ყველა ის ცოდვა, რა ცოდვებსაც ჩავდიოდი, რასაც როგორც ცხოვრობდი, აბსოლუტურად სულ სხვა 180 გრადუსით კი არა, 200 გრადუსით არის შემოტრიალებული, თუ შეიძლება რომ გრადუსი მაგ დონეზე გაიზომოს. ეს არის ასწაული ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვინ ვიყავი და ვინა ვარ. ამაში არის ძალიან დიდი განსხვავება. თუნდაც ის რომ მავნე ჩვევები რაც მე მქონდა იყო სასმლის, სიგარეტის თუ უფრო ძირითადად სასმლისა და სიგარეტის ახome აღარც ერთს აღარ ორივე გადავაგდე, ესე რომ ვთქვა, გადამაგდებინეს, ანუ გამწმინდა. მონანიების დროს მონანიება ზუსტად ის არის, რომ რასაც ცოდვებში ჩადიხარ, იმას აღარ იმეორებ და ადგეხარ ქრისტეს გზაზე. აღარ ლაპარაკობ იმ სიტყვებს, რა სიტყვებსაც ლაპარაკობდი, აღარ ეწევი იმას, რასაც ეწეოდი, აღარ სვავ იმას, რასაც სვავდი. აბსოლუტურად მტერია იმასაც, ისიც რომ გიყვარს, იმიტომ რომ ეგ არის მონანიება. მონანიებაში კვდება აბსოლუტურად ყველა ცოდვა და ამიტომ იძახის უფალი რომ მოინანიეთ და იფხიზლეთ რომ არ შეგაცდინოთ ბოროტება. მონანიების შემდეგ აღარ შეიძლება ადამიანმა აკეთოს ის ცოდვა, რა ცოდვასაც ჩადიოდა. არა ბილწ სიტყვაობს, არ სვავს, ნარკოტიკს არ ეკარება, არ ამრუშობს, არ სვავს, არ წევლის, გულ ბოროტი არ არის, გულ ღრძუ არ არის, ჩუმად არ ათխრის ორმოს რომ მოყვასი ჩააგდოს, პოლიციასთან არ მიდის და ენა არ მიაქვს რომ იმან ეს სიტყვა თქვა, იმან ეს ჩაიდინა. არის ყველაფერია, ბევრი რამე არის, უпростоრად რაც არ შეიძლება რომ ღმერთის ადამიანებმა და ქრისტეს ადამიანებმა აკეთონ. აბსოლუტურ მოთმინებაში არიან, მტერი რო უტევს, ბოროტი რომ უტევს, ჩუმად არის. იცის და ხედავს სიმართლეს და ელოდება ქრისტეს განაჩენს. ქრისტეს ელოდება, ქრისტეს გადასცემს ყველა ადამიანის ჩადენილ ცოდვას მის წინაშე, ანუ ჩემს წინაშე დაუშვათ, ვისაც სიტყვიერად შეურაცხყოფა მოუყენებია, ვინც კი დაუშვათ საქციელით ჩაიდენს ჩემს მიმართ ბოროტებას, რადგან მინდა ყველამ ვინც კი ეს ამ ვიდეოს მოისმენს იცოდეს რომ ჩემში ბოროტება არ არსებობს. არა. ჩემში არსებობს ქრისტე უფალი იესო, მე მისი ეკლესია ვარ და როგორც ის არის წმინდა, ვცდილობ მეორე წელიწადია ვცდილობ მისი სიწმიდე ბოლომდე დავიცვა, თუმცა მტერი ძალიან ბევრია, მოგერიებაში ვარ. მტერი თქვენ გონიათ მტრობა დაუშვათ ადამიანის ხელით კეთდება, სატანის და ეშმაკის ბრძოლა წმინდა ადამიანთან. ეს საქციელებით იქნება გაამწაროს თუ შეიძლება არ ელაპარაკოს ადამიანმა მშვიდად იჯდეს, მაგრამ ერთი სიტყვა გითხრან, ორი სიტყვა გითხრან და ისეთი გითხრან,
თვითონ და დაუფიქრებლად თავისი ბოღმიდან გამოსული რო ეთანხმება მტერს, ბოროტს, რო ეთანხმება ის ბოღმა იმიტომ აქვს, რომ შეიძლება დაგანგრიოს, აი მაშინ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველა ადამიანებთან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, რომ ენით რომ მოგაყენებენ ბოროტი, ენით რომ მოგაყენებს, მარტო საქციელით კი არა, ენით რომ მოგაყენებენ ბოროტები, დაგარტყავენ ლახვარს, არ აყვეთ. განეშორენით, ილოცეთ, ადიდეთ უფალი და დაფიქრდით თუ და ებრძოლეთ, შიგნიდან ებრძოლეთ იმ ლახვარს, იმ გულში რომ ჩაგარტყავენ, იმ ლახვარს რომ მოიშოროთ, დაუპირისპირდეთ მტერს და უთხრათ, რომ გინდა თუ არა თქვენც იგივე გაუკეთოთ, არა, სიმშვიდეში დარჩით, გადით, აწონეთ, დაწონეთ ყველა სიტყვა და გაერიდეთ და მოშორდით ეგეთ ადამიანს, არ დაელაპარაკოთ. ამას თვითონ უფალიც იძახის, რომ გაშორდა ძალიან ბევრ ხალხს გაშორდებოდა ხოლმე უფალი. ასე გაშორდით ყველა ადამიანებს, დარჩნენ ისინი თავად ბოღმაში, დარჩნენ ისინი თავად განკითხვაში, ასე ადვილად რომ განიკითხავენ ადამიანების ცხოვრებას და საერთოდ თითოეულ ადამიანს, თქვენ არ გაიმეოროთ. ეს არის ის ყველაზე დიდი იარაღი, მოთმინება და არ გამეორება და არ ჩადენა იმ იგივე საქციელების ყველაზე დიდი იარაღი მტრის წინააღმდეგ. დიდება უფალს, მე კიდევ ჩავწერ სხვა ვიდეოებს, რომელიც აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ ცხოვრებაში მტრის საწინააღმდეგოდ. დიდება უფალი იესო ქრისტეს და მადლობა ყველაფრისთვის ჩემი იესოს.